მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ბარამიძე. ეს არის აზროვნების სახელოსნო და დღეს მინდა შემოგთავაზოთ მეორე საუბარი ციკლიდან საუბრები აზროვნების შესახებ. პირველ საუბარში მე დავიტოვეთ შეკითხვა, ასეთი შეკითხვა, აზრი, რომელზეც ვამბობ, ჩემი აზრია მეთქი, მართლა ჩემია თუ არა. ანდა შენ რომ ამბობ აზრზე, რომ შენი აზრია, მართლა შენი აზრია თუ არა. გულახდილად გეტყვით, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. ალბათ ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ მოვიპოვებდი სულ ცოტა იმ მიზეზით, რომ არ ვიცი რას უნდა ვუწოდო აზრი ან აზროვნება, ესე იგი არ ვიცი რა არის აზრი როგორც ასეთი. შენ იცი რა არის აზრი როგორც აზრი, აი ეს საუბარი, ანუ მეორე საუბარი სწორედ ამ საკითხს მინდა მიუძღვნა. აზრი თავისთავად, როგორც კი ამ სიტყვას წარმოთქვამს, მოიყოლებს ხოლმე ასეთ გაგებას, აი არა აზრი, ესე იგი რაღაცა არის აზრი და რაღაცა არ არის აზრი. და აი ამ ორ სიდიდე შორის, აზრსა და არა აზრს შორის, როგორც მე ჩემ თავში ვაკვირდები და ვარ თვითმხილველი იმ მოვლენებისა, რომელიც შიგნით ხდება, ანუ ჩემში ხდება. ესე იგი ამ პირველ წევრს, აზრს ვანიჭებ უპირატესობას. ესე იგი აზრი არის უპირატესი და არა აზრი არის უდარესი. ამიტომ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, მე ვირჩევ აზრს, ისე რომ არც ვიცი რა არის აზრი. და ბუნებრივია, როცა არ ვიცი რა არის აზრი, არც ის ვიცი თუ რა არის არა აზრი და თუ არ ვიცი არც აზრი და არც არა აზრი, მაშინ არ მეცოდინება, რა თქმა უნდა, ჩემი არჩევანი აზრის სასარგებლოდ დასაბუთებულია თუ არა. დასაბუთებულია თუ არა, ეს კიდევ ერთი საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვამჯობინებდი, მეთქვა არის თუ არა ცხადი და გარკვეული. ვიდრე ისე ჩემთვის ცხადი და გარკვეული და შემიძლია თუ არა ვიყო იმის იმედად, რომ ის რასაც ხვებს ვამბობ ამ საგნების შესახებ, მათთვისაც ჩემი საუბარი იყოს ცხადი და გარკვეული და ისინიც რასაც მიპასუხებენ და როგორაც ჩამოაყალიბებენ თავიანთ აზრებს, იყოს ცხადი და გარკვეული. ეხლა მინდა გითხრათ იმ სიძნელეების შესახებ, რომელსაც აი საკითხის ამგვარი დასმის დროს ვაწყდები. აქ რა თქმა უნდა ეჭვს იწვევს თვითონ აზრი, როგორც მოგახსენეთ, აზრი როგორც ასეთი, რა არის აზრი. და ამიტომ მე ვამჯობინებ, რომ ვიდრე ესე იგი არ ვიცი რა იგულისხმება ამ სიტყვაში, მანამ ამ სიტყვას მე ფრჩხილებში ჩავწერ. თქვენ ახლა რა თქმა უნდა ვერ ხედავთ ეკრანზე და უშუალოდ ტექსტს, ხომ, რასაც მე ვლაპარაკობ და რის შესახებაც საუბრობ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აზრი, სადაც ვახსენებ ამ სიტყვას, აზრი, წარმოიდგინეთ, რომ ის არის ჩასმული ფრჩხილებში და ეს ფრჩხილები იქნება მანამ შენარჩუნებული ჩვენს მომდევნო მსჯელობებში და მომდევნო საუბრებში, ვიდრე ჩემთვის
და შეიძლება ისდაგბარა თქვენთვისაც არ გახდება ცხადი თუ რა არის აზრი. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? ამას მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ მე რომ შევძლო ჩემი როგორც მოგახსენეთ ჩემი უპირატესობის ანუ აზრის უპირატეს ჩემში აღმოჩენილი აზრის უპირატესობის ცხადყოფა მე მინდა ვიცოდე ამისთვის მე მინდა ვიცოდე რასთან არის დაკავშირებული ჩემში ეს ის რასაც მე აზრს უწოდებ თუ აზრებს უწოდებ თუ აზროვნებას უწოდებ ხო ეს კიდევ ერთი საკითხია რა თქმა უნდა რომელიც გარკვევას საჭიროებს ალბათ და რაღაცნაირი პასუხის შემუშავებას ან მხედველობაში მაქვს ახლა აზრსა და აზროვნებას შორის დამოკიდებულება მაგრამ ახლა ეს არ არის ჩემთვის თავარი არამედ თავარია ის თუ რა არის აზრი და ჩემში რომელ მდგომარეობასთან ჩემი შინაგანი სამყაროს ჩემი შინაგანობის რომელ ასე ვთქვათ სიდიდესთან არის დაკავშირებული აზრი ანუ სად იბადება ის სად წარმოიშობა აზრი რომ მე ჩემში სწორედ ის ადგილი ვიკვლიო ის სიდიდე ის შინაგანი ასე ვთქვათ წყობა შინაგანი აღნაგი გამოვიკვლიო ჩემი შინაგანი წყობის რომელსაც მე დაუკავშირე აზრი როგორც ასეთი რატომ არის ეს აუცილებელი მე ვფიქრობ იმიტომ რომ უფრო კარგად გავიგო უფრო ღრმად რო ჩავწვდე იმას თუ რა არის აზრი ბუნებრივია რომ თუ მე შევიხედავ ამ სიტყვის უკან აი თუ ეს შესაძლებელია რომ გვერდზე გავწიო სიტყვა და შევიჭვრიტო სიტყვის უკან სიტყვის მიღმა მე მაქვს ასეთი განცდა რომ შეიძლება იქ მე მოვიპოვო ისეთი რაღაცა რაც მეტყვის თუ რა არის აზრი და არის თუ არა მისი პრეტენზია რომ იყოს პრიორიტეტი ჩემთვის ანუ იყოს მთავარი რამ ჩემთვის ეს იქნება დასაბუთებული ანუ იქნება ცხადი და გარკვეული და გასაგები რა თქმა უნდა სხვებისთვისაც გასაგები ანუ მე შემიძლია თუ არა ჩემი ფიქრი აზრების შესახებ და აზროვნების შესახებ გავხადო ანუ გასაგებობა მივანიჭო მას ანდა წარმოვაჩინო ის ანდა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენო რომ წარმოვაჩენინო მას თვითონ წარმოშვას წარმოაჩინოს ის თუ რა არის თვითონ მე ახლა ვახსენე სიტყვა ფიქრი ქართულ ენაში რა თქმა უნდა გამოიყენება როგორც აზრის სინონიმი ხო ფიქრი და აზრი რაღაცა კუთხით ერთი და იგივე შეიძლება იყოს ხო და უშუალოდ ვაჟა-ფშაველას ის ცნობილი სიტყვები რომ ნისლი ფიქრია მთებისა ხო მათი კაცობის ნიშანი ხო რა თქმა უნდა აქ ახლა ფიქრი მთას მიეწერება ალბათ ჩვენ არ ვიცით ახლა მთა ფიქრობს თუ არ ფიქრობს მაგრამ რაღაცა ეჭვი შეიძლება გაჩნდეს იმის თაობაზე რომ შეიძლება ფიქრობს კიდეც ხო და შეიძლება მას აქვს ფიქრი და შეიძლება მართლაც იყოს ისე საქმე როგორც ამას ვაჟა ხატავს ხო მაგრამ აი ეს კაცობის ნიშანი ანუ ვაჟა აქ იმაზეც მიანიშნებს რომ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი ფიქრი ხო და შემდეგ არის გადატანილი ეს დაუშვათ თაზე ხო მე არ მინდა თქვა არაცოცხალი ბრუნება და რაღაცა ასეთი განსხვავებები გავაკეთო ხო მაგრამ საქმე ის არის რომ ეხლა თუ სიტყვას გავყვებით მე ვთქვი რომ
სიტყვის იქეთ შევიჭვრიტოთ მეთქი, შევიჭვრიტო მეთქი, ამის სურვილი მაქვს, რომ ცოტა შევიჭვრიტო სიტყვის იქეთ, ისე რომ მაგრამ ამას მე ვერ მოვახერხებ თუ მე ისე ვერ შევალ სიტყვაში, ანუ ვერ ჩავწვდები სიტყვის ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი შეიძლება გაჩნდეს და მე მაქვს ახლა ამის სურვილი, რომ რაღაცა უფრო მეტი გავიგო სიტყვა ფიქრის საშუალებით აზრის შესახებ, ხო? მაგრამ როგორც კი მე ისე ვკითხულობ იმის შესახებ, რომ ფიქრი ქართული სიტყვა არ უნდა იყოს და ის არაბული სიტყვა, მაშინ მე მებადებ ასეთი სურვილი, რომ მოვიძიო ის სიტყვა, რომელიც არის ფიქრის ბადალი, ასე ვთქვათ, ქართულ ენაში. და ასეთ სიტყვას მე ყველა ჩვენგანი იპოვის, თუ კი ამას საჭიროდ ჩათვლის და თუ კი მოინდომებს, მაგრამ აქ მე გეტყვით ერთ-ერთ მათგანს, ეს არის საგონებელი. საგონებელი ფიქრი არის საგონებელი. ანუ გონებად მოსასვლელიო, ასე განგვიმარტავს ჩვენ ამას ის ვისი ხელობაც არის ქართული სიტყვების განმარტება. და მე უფრო გარდა იმისა, რომ ეხლა ეს სიტყვა მინდა უფრო კარგად გავიგო, ანუ საგონებელი, იმიტომ რომ მან მართლა საგონებელში ჩამაგდო და ეხლა ეს გამოთქმა საგონებელში ჩაგდება, ეს უფრო მიესადაგება ეხლა იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობის შესახებაც მე მინდა ეხლა თქვენ რამდენიმე წინააღმდება გითხრათ. საგონებელში ჩაგდება, აი საგონებელში ჩავვარდიო, საგონებელში ვარ ჩავარდნილიო, ამას არც იშვიათად გავიგებთ ხოლმე ადამიანებისგან. საგონებელში ჩავარდნა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ხიფათის, რაღაც საფრთხის წინაშე ვართ, რაღაცა ვერ გადაგვიწყვეტია, ასეც ვფიქრობთ, ისეც ვფიქრობთ, დაუშვათ და გვინდა რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ გამოვდივართ, ხო? ანდა თუ გამოვდივართ, ეს გამოსვლა არის დროებითი და არ არის მყარი და არ არის საფუძვლიანი, ხო? რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ისევ არ ჩავარდები საგონებელში, ხო? ამ შემთხვევაში მე, რა თქმა უნდა, საგონებლიდან რომ ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა გვესმის, ეს არის გონი და აქედან შემდეგ გონება, ეხლა ამაზე არ შევჩერდები და მხოლოდ შევჩერდები მხოლოდ გამოთქმაზე საგონებელში ჩავარდნა. და მინდა აქ ერთი დაკვირვება გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, როცა ჩვენ ვამბობთ ასეთი შემთხვევები, არც თუ იშვიათად არის ჩვენ ცხოვრებაში, რომ აი ფიქრები შემომეჯარა, ფიქრები შემომესია, ხო? და ეს ისეთი აღწერა არის ჩემი მდგომარეობის ან თქვენი მდგომარეობის, ხო, რომელიც წააგავს ანუ საბრძოლო საომარ ვითარებებს შემოსევა, ხო, ეს სიტყვა ასოციაციურად ამ სიტყვას მივყავართ მტრების შემოსევისკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მტრები მართლაც არიან ჩვენში. მართლაც არიან ჩვენში და არის ხიფათი იმისა, რომ ჩვენ აზრს სწორედ იმას უწოდებდეთ, ესე იგი, რაც არის მტერი ჩვენში. აზრი შეიძლება მტერი იყოს, ვიდრე, აი ასეთი ხიფათი ყოველთვის იარსებებს, ვიდრე მე ვერ გავიგებ თუ რა არის აზრი როგორც ასეთი. აქ როგორ უნდა მოიგერიოს ადამიანმა ეს ფიქრები, რომლებიც
შემდეგ კი არა და წარმოშობისთანავე, დაბადებისთანავე ჩვენში, ხო? მაშინ არიან უზარმაზარი მუხტის მატარებლები. მათ შეუძლია ჩვენი შინაგანი სამყარო ძალიანად ააფეთქოს და ყველაფერი ქაოსში დამთქას, ასე ვთქვათ, ხო? და რა არის საკრიფათი თვითონ ეს ფიქრები, რომელსაც მე ვერ ვუმკლავდები, თუ რაღაც სხვა არის კიდევ გასათვალისწინებელი და ის სხვა შეიძლება უფრო ძირეული იყოს, ვიდრე თვითონ ეს ფიქრებია, ხო? და ასეთი რამ, რა თქმა უნდა, მე ეჭვი მაქვს, რომ ასეთი რამ ჩემში არსებობს, ასეთი უფრო სიღრმისეული ხიფათი არსებობს და კიდეც ვცდილობ ყოველთვის რომ რაღაცა ჩემებურად გამოვთქვა. ესე ეს მდგომარეობა ჩემებურად აღწერო, საკუთარ თავს აღვწერო და მინდა რომ ეს აღწერა სხვებსაც თქვენ გაგიზიაროთ, ხო? თქვენ გაგიზიაროთ ეს აღწერა. საქმე ის არის რომ ასეთი მაგალითი რომ მოვიყვანო, მოიშველიო, შეიძლება უფრო ამ მაგალითმა უფრო დამეხმაროს ხატყოფაში, ასე ვთქვათ, იმისა რისი თქმაც მინდა. მაგრამ ხომ არ არის საქმე ისე, მე ჩემ თავს ვეკითხები, ხომ არ არის საქმე ისე, რომ როცა რაღაცა შემემთხვევა, ანუ რაღაცა მოვლენა ხდება ჩემს ცხოვრებაში და ჩემს შინაგან სამყაროში, ხო? და ვიწყებ მასზე ფიქრს, შემდეგ ამ ფიქრს სხვა ფიქრები მოჰყვება, იმ სხვა ფიქრებს კიდე სხვა ფიქრები და სწორედ ეს არის ის, რაზეც ენაზე ასე მგონია მე, რაზეც ჩვენი ენა, დედაენა გვეუბნება, რომ რაღაცა შემომესია, ხო? ეს ფიქრები, ის რაც შემომესია, ზოგი უხილავია, ზოგი ხილულია, ხო? ანდა უხილავად ხილულია, ანდა ხილულად უხილავია. ეხლა არ მინდა რაღაც ასე ვთქვათ აზროვნების ამ ხერხებს მივყო ხელი და მინდა ჩემი საქმელი რამდენიც ჩემს ძალებს არ აღემატება მოვიყვანო სისრულეში. ანუ მე დავიჭირე ჩემი თავი ბევრჯერ იმაში, რომ იმ მოვლენაზე კი აღარ ვფიქრობ, რომელმაც მე რაღაცა საფრთხე შემიქმნა, რაღაც ხიფათი შემამთხვია. არამედ ვიწყებ ფიქრს იმ ფიქრებზე, რომ მე ვიფიქრე ამ მოვლენის შესახებ, რომ ის სახიფათო მოვლენაა, ხო? და მე უკვე ის მოვლენა თვითონ რაც შემემთქვა, გვერდზე რჩება, დავტოვე და უკვე დავდექი ძალიან ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობის წინაშე, რომ უკვე თავს ვეღარ ვაღწევ ამ შემთხვევებს, ამ ფიქრებს, ხო? ამ ფიქრებს თავს ვეღარ ვაღწევ და ეს ფიქრები კიდევ რა ქვია, საკისებურად მრავლდებიან, ხო? და უკვე ვიზირები ამ ფიქრებში და ეს ფიქრები მაწვებიან და რა თქმა უნდა სტრესში მომყოფებენ, ხო? აქ მე მინდა ამასთან დაკავშირებით ასე შევეხო ერთ ტაქტიკას, რომელსაც შეიძლება პირობითად ობობას ტაქტიკა უწოდოთ. ანუ ცნობილია, რომ ალბათ თქვენს ზოგიერთ თქვენგანს ან ყველას მოგეხსენებათ, რომ ობობა როცა ის სანადიროდ არის გამოსული და ქსოვს აბლაბუდას, მას აქვს ერთი წერტილი სადღაც, ანუ ამ აბლაბუდის თავში აქვს ერთი წერტილი, სადაც თვითონ უხილავია, მაგრამ სადაც თვითონ ყველაფერს ხედავს, რა ხდება ამ აბლაბუდაში, ხო? და როცა მასში გაებმება, ანუ მისი მსხვერპლი, ხო? ობობა აცლის ჯერ ამ მსხვერპლს, რომელიც ისე იგი არის გახვეული უკვე ამ აბლაბუდაში და შემდეგ ელვის უსწრაფესად მიუახლოვდება მას, მიიტანს შეტევას და კლავს,
ხო? მე ასეთი განცდა მაქვს, რომ აი ვიღაცა ჩემში სწორედ ამას აკეთებს. სწორედ ისე იქცება, როგორც ის ობობა. შეიძლება ჩემში არის რაღაცა ამ ობობასნაირი, ანდა რაღაცა ურჩული, რომელიც ასეთ მახებს მიგებს მე ხო და მე მინდა რომ ეს თქვენ გაგიზიაროთ და სულაც არ მინდა საქმე ისე წარმოვაჩინო რომ თითქოს ეს თქვენ მოგდით და მე არ მომდის ხო მეორე ტაქტიკა ხო ეს არის ერთი ტაქტიკა მე ახლა აქ რა შემიძლია გავაკეთო რომ ეს არ მოხდეს ეს არ მოხდეს მე უნდა შევცვალო ჩემი აზროვნება ხო მე უნდა შევცვალო ჩემი აზროვნება ანუ ეს აზროვნება რომელმაც აი აქამდე მომიყვანა მე შემდეგში მდგომარეობს რომ აი დაუშვათ ვიღაცამ მკითხა სად არის მთვარე და მე მთვარისკენ გავიშვიდე თითი ხო და ის ვინაც მე დამისვა ეს შეკითხვა მთვარეს კი არ უყურებს არამედ თითს უყურებს ანუ მთვარისგან რაც ამ დროს მთავარი სახილველია გადმოაქვს მთელი კონცენტრაცია მთელი ძალისხმევა გადმოაქვს თითზე ხო და ამით ისე იგი ხდება ის კატასტროფა რაც ხდება ანუ ეს არის ის აზროვნების ასე ვთქვათ მანერა ხერხი რომელიც მე ჩემ თავში აღმოვაჩინე გარდა ამისა ანუ აქედან მე დასკვნა გამომაქვს და გამომიტანია იმის შესახებ რომ აუცილებელი არის რომ აზროვნება შეიცვალოს მაგრამ უნდა ვიცოდეთ როგორ შეიცვალოს აზროვნება ეს რომ ვიცოდეთ უნდა ვიცოდეთ რა არის აზროვნება და ასე შემდეგ ხო აზროვნება ყველგან აქ მე როგორც გითხარით ფრჩხილებშია ჩასმული ეს მეთოდი ეს ხერხი ფრჩხილებში ჩასმის ჩემი არ არის ეს სხვას ეკუთვნის თავის დროზე შეიძლება ამის შესახებაც გქონდეს ჩვენ საუბარი ანუ იმის შესახებ ისაც ეს ეკუთვნის ხო და მეორე ტაქტიკა რომელიც მე უკვე მეხება და მე შემიძლია ავირჩიო ეს ტაქტიკა ობობამ აირჩია ობობის ტაქტიკა მე კი ვირჩევ ჩემ ტაქტიკას და ამ ტაქტიკას მე პირობითად უწოდე ტეტეს ტაქტიკა ანუ ტეტე ჩვენი პიტბულია რომელიც მე ყოველ დილით 5-დან 6 საათამდე დამყავს ხოლმე სასეირნოდ და ხშირად თუ ყოველ დღე არა და შეიძლება ვთქვა რომ ყოველ დღეც ესე იგი ჩვენ ვაწყდებით ასეთ სიტუაციას როცა ტეტე მომყვება და წინ მიმყვება ქუჩის ძაღლები დაირაზმებიან და ესე იგი ტეხენ ერთ ამბავს და მოსდევენ ტეტეს. განსაკუთრებით თავს იდებს, თავგამოდებით ამას ყველაფერს ჩადის ორი ძაღლი, ძალიან სიმპათიური არსებები, ორივე, რომლებიც ბედავენ იმას, რომ მივახლოვდნენ ზურგიდან ტეტეს და მიაყენონ იქ არ ვიცი ან კბენ ან რაღაცა, ხო? მაგრამ ტეტე ამაზე, ესე იგი, ყურსაც აბარდუნებს. ანუ თითქოს ეს ყველაფერი მის ირგვლივ არ ხდებოდეს. ის მიუყვება დინჯად, ყველგვარი აღელვების გარეშე, ყველგვარი ემოციის გარეშე მიუყვება თავის გზას. ამ დროს არ ვიცი ტეტეს ამ საქციელით გაცოფებული, გაბრაზებული თუ რა ვიცი, განდრისხებული, განსაკუთრებით ის ორი ძაღლი უცებ ერთმანეთისკენ პირით შეტრიალდებიან და ერთმანეთს უწყებენ ყეფას და ეს ყეფა ისეთი მძვინვარია რომ გონია ეხლა ლამისაა სადაცაა ერთმანეთს ყელში წდებიანო, ხო? ანუ ეს აქედან მე გამოვიტანე დასკვნა ჩემთვის და ეხლა მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა რომ ტეტეს ტაქტიკა არის ანუ სიმშვიდის ტაქტიკა, ანუ წონასწორობის არ დაკარგვის ტაქტიკა. აი როცა ჩვენ ვახერხებთ, ალბათ მე ვახერხებ თუ ვახერხებ, ხომ? ანდა მინდა რომ მოვახერხო რომ
აუღელვებელი დავრჩე და ვერაფერმა რაც ჩემს ირგვლივ ხდება ვერ მომახდინოს ჩემი ასე ვთქვათ განრისხება ან ვერ ჩამაგდოს სხვა რომელიმე უშუალოდ ჩემთვის არასასურველ მდგომარეობაში ჯობია რომ ყველაფერი მიუშვა ისე როგორც ისინი არიან და არ მოვინდომოთ მათში ძალადობრივი ჩარევა და ძალით აღკვეთა ამ სიტუაციების, ამ ფიქრების, ამ ცუდი აზრების, არ ვიცი ჯერ ახლა ეს აზრი ცუდი არის თუ არ არის საერთოდ, ამიტომ რომ ცუდი, კარგი ეს კიდე სხვა ამბებია, რომელიც ასევე ჩემში ჩდება ეს შეფასებითი რაღაცა, ეს ცუდია, ეს კარგია, აზრისთვის ალბათ თუ კი ეს აზრი სადმე არის, ისე იგი რა ქვიან შეიძლება ეს რაღაცა შეფასებები, რომელსაც მე ვაკეთებ, ან თქვენ შეიძლება აკეთებდეთ ამნაირ შეფასებებს, ამას არანაირი აზრი არ აქვს. აზრისთვის ამას აზრი არ აქვს, ხო? და რა თქმა უნდა, ეს ტაქტიკა, უშუალოდ თუ ამას შეფასებით ველზე გადავიტანთ, ხო? შეიძლება უფრო მოსაწონი იყოს, უფრო მისაღები იყოს ჩემთვის, ვიდრე დაუშვათ ის რომ ანუ ობობა რომელიც მე ფიქრებში გახვეულს ანუ ურჩული რომ გამგმირავს მე დამამარცხებს და მის ნადავლად შევიქნები, ხო? რომ მე მას ძალადობრივად დაუპირისპირდე და ამის შანსი არ მქონდეს და უშუალოდ რომ ის პირიქით მე დავამარცხო, ანუ საქმე ეხება არა რა თქმა უნდა ნამდვილ ობობას და ურჩულს, ნუ არ ვიცი ახლა ურჩული რამდენად შეიძლება იყოს რა ქვიან ნამდვილი, მაგრამ ის ნამდვილია ჩემში. ეს ნამდვილები შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ აქ ჩემში რა ხდება, ეს მხოლოდ მე ვიცი. ეს არის და მე ვიცი, მხოლოდ მე ვიცი და მე გიზიარებთ თქვენ. ხო? აი დღეისთვის მინდოდა სწორედ ამ საკითხებზე მესაუბრა თქვენთან და ესე იგი მომავალი საუბრის თემაც მინდა დაგიტოვოთ, რომ რა ქვიან და ამასთან დაკავშირებით გავაკეთო მცირეოდენი განმარტება, რომ ესე იგი მე ჩემში აღმოაჩინე რაღაც აზრები ფრჩხილებში, რომლებიც ჩემგან დამოუკიდებლად მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემია. და ეს კიდე სხვა პრობლემაა, რომ ჩემი რას ქვია? ხო, ვინა ვარ მე? იმიტომ რომ ჩემში ბევრ რაღაცას აქვს და ვიღაცას აქვს პრეტენზია, რომ იყოს მე. ხო, მე არ ვიცი, მე არ ვიცი რომელი მე ვარ. ხო? და საბოლოო ჯამში როცა გადაწყვეტაზე მიდგება საქმე, რომელი მე ღებულობს გადაწყვეტილებას? თუ საერთოდ გადაწყვეტილება არ არის, რა ქვიან, არ არის ასე ვთქვათ, ტყუილი, ხო? და არ არის მოჩვენება, ხო? და თუ ისე არ არის საქმე, რომ ყველა გადაწყვეტილება იმავდროულად არის გადაუწყვეტლობა. და მომავალი საუბრის თემა მინდა იყოს ანუ აზროვნება ავტომატური აზროვნება, აი თუ არის ასეთი აზროვნება, რომელიც მე არ მემორჩილება და თვითონ ავტომატურ რეჟიმში მუშაობს, ხო? როგორც აი ავტოპილოტი, ხო? აი რაღაცა ამ რეჟიმში მუშაობს და მასთან მე რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს და თითოეულ ალბათ იმ ადამიანს, ვისაც აი ეს საკითხები აინტერესებს. მადლობა.